იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ეს არის მათესახარება, თქვენთან ერთად გადავშლი წმინდა წერილს, მათესახარების 22 თავი, მე-18 მუხლიდან. მივიდა მათთან იესო და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. და ღმერთმა როცა ამას ვკითხულობთ, გამიმახვილა ყურადღება ერთ მუხლზე. ამიტომო მერე წერია, ამიტომ ანუ დაუკვირდით სიტყვას, მე მინდა მსჯელობაში გამომყვეთ, რომ რაღაც შედეგებამდე მივიდეთ, რაღაც დასკვნა დავდოთ ბოლოს. ქრისტე ამბობს, მე მაქვს მოცემული მთელი ძალაუფლება, როგორც ზეცაში, ასევე ისა მიწაზე. და მე ამბობს, ამიტომ რაღაცის ძალაუფლება მაქვს მე მოცემული, იმისთვის რომ ეს ძალაუფლება გავრცელდეს და მრავალი ადამიანი მოხვდეს ამ ძალაუფლების ქვეშ, ღმერთი, ამ ძალაუფლების ავტორი, ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი უფალი ავალებს თავის მოწაფეებს. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი. წადით, კი არ უქადაგოთ. ეს იცი, ქადაგება სულ სხვა რამ არის და დამოწაფება კიდევ უფრო სხვა რამ არის. ქადაგებით შეიძლება ქუჩაში შეხვდე ვიღაცას და ცხოვრებაში აღარ შეხვდე მას მეორედ და უქადაგო. მე როგორც იცით, თავისუფალ დროს ცოტას მუშაობ ხოლმე რაღაცეებს და უამრავ ადამიანს ხვდები და უამრავ ადამიანს უქადაგებს, მაგრამ შეიძლება ჩემს სიცოცხლეში მათ მეორედ აღარ შეხვდე. ეს სხვა რამ არის, მაგრამ დამოწაფება უფრო მაღალი სტანდარტია და ქრისტეს ზუსტად აქ ეუბნება. ამიტომ წადით და უქადაგეთ უარ წერია. ეუბნება, წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი. ასწავლეთ მათ, მონათლეთ ისინი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდის და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ და მე თქვენთან ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე. ამენ. დიდება უფალს. დღეს მე ვილაპარაკებ მოწაფეობაზე და მოწაფეობის სულზე მორწმუნეებს შორის, მოწაფეებს შორის. გასაგებია, ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, ეს არ არის საქმეების კეთება. ღმერთს არ მოუწოდები ვარ ჩვენ საქმეების საკეთებლად. ნახეთ, რამდენიმე ადგილი მინდა წაგიკითხოთ ეს რომაელთა წერილი, ავიღოთ რომაელთა წერილი, მერვე თავი. 22 მუხლში წერია, რომ ღმერთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა. დიდება უფალს. თუ ჩვენ ღმერთის მოყვარულები ვართ, ანუ გვიყვარს ღმერთი მთელი ჩვენი გულით და თუ მისი განზრახვით ვართ მოწოდებული. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, მოწოდებული ბევრი არჩეულია ცოტა. ანუ აქ მარტო ის არ არის, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, ღმერთმა ძალიან ბევრს მოუწოდა. მაგრამ ძალიან ცოტა მაირჩია ეპასუხა მისი მოწოდებისთვის. აქ ზუსტად ამ ადამიანებზე არის, ვინც მის მოწოდებას უპასუხა. აქ წერია, რომ ხოლო ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე ეწევა სასიკეთოდ და ჩვენ ხშირად ვხარობ, ჩვენ ყველაფერი სასიკეთოდ გვეწევა, მაგრამ 29 მუხლი ნახეთ. ვინაიდან ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა. თუ მან მოგვიწოდა, უნდა ვიცოდეთ, მან განგვისაზღვრა. და ყველაზე დიდი განსაზღვრება. ესა რაღაცა მოგვიწოდა, ეხლა ბევრი საქმეები უნდა ვაკეთოთ. არა, ყველაზე პირველი საქმე, რაც მან მოგვიწოდა მის მერე, ეს არის მისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა. ეს ყველაზე მთავარი რაღაც არის, ყველაზე მთავარი განსაზღვრებაა ჩვენთვის. ვინ წინასწარ იცნო, მათ წინასწარ განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის, ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც. და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. ნახეთ, აქ დაუკვირდით ერთ რაღაცას. მე მინდა ერთ ნიუანსზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რასაც თქვენ შეიძლება არც კი დაკვირვები ხართ.
ნახეთ, როდის აქტიურდება მოწოდება. მე ამაზე მინდა ცოტა გითხრათ, სანამდე კიდე გავაგრძელებდე და სხვა რამეებს შევეხებოდე. როდის აქტიურდება მოწოდება? იმიტომ რომ მე ღმერთმა მომიწოდა, მე მოწოდებული ვარ. სამწუხარო დღეს თანამედროვე ცხოვრებაში, თანამედროვე როგორ გითხრათ, ჟარგონულ სიტყვას გამოვიყენებ, დაქოქილ ცხოვრებაში ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს მოწოდებაზე. ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ რისთვის არის ის მოწოდებული. რა არის ჩემი მისია ამ წუთის სოფელში, რომელიც მე უნდა შევასრულო და იქ უნდა წავიდე. ძალიან ცოტა ფიქრობს ამას და თუ ფიქრობს ბევრი, ისინიც ფიქრობენ გაკვირით და ისე მე მოწოდებული ვარ და ვაკეთებ მოწოდებისთვის რაღაცას, მე გუნდში მღერი ვარ, მე რაღაცას ვაკეთებ, მე ამსახურებაში ვარ, საკვირაო სკოლაში ვარ, ლოცვით მსახურებაში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ დაუკვირდით, აქ მითითებულია თუ როდის აქტიურდება მოწოდება შენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება იცი კიდეც რო ხარ მოწოდებული, მაგრამ ხშირად საქმის კეთებას ვეძახი მოწოდებას. დაუკვირდით, კიდევ ერთხელ წავიკითხავ, ვინაიდან ვინც წინასწარ იცნო, 22 მუხლიდან წავიკითხავ, ჩვენ ვიცით რომ ღვთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებზეა ლაპარაკი. ყველაფერი ეწევათ სასიკეთოდ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა მოგვიწოდა. მაგრამ ეხლა დაუკვირდით, ვინ წინასწარ იცნო, მათ წინასწარ განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მზადყოფნაში, ესა მსგავსებაში ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის, დიდება უფალს. ანუ პირველი რაც ღმერთმა მოწოდებამდე არის ეს, ეხლა ნახავთ რომ ეს ასეა. პირველი რაც ღმერთმა გააკეთა, მან განგვისაზღვრა, მან გვიცნო და განგვისაზღვრა. ეს ჩვენი განსაზღვრებაა, მისი ძის ხატების მსგავსებაში ყოფნა. და შემდეგ წერია, ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა, ხედავთ მოწოდება სად აქტიურდება. იესო ქრისტეს ხატების მსგავსებაში ყოფნაში აქტიურდება მოწოდება, დიდება უფალს. და ჩვენ ხშირად არც კი ვფიქრობთ ამაზე. ჩვენ ხშირად იმდენად ინერციით ვიწყებთ საქმის კეთებას, არც კი ვფიქრობთ. ჩვენ ხშირად ადამიანებს მივანდობთ საქმეს, იმიტომ რომ გვინდა რომ ბევრი საქმეები იყოს გაკეთებული და მერე თავში ვიხლით ხელებს. მერე ვბრაზდებით. მერე უკმაყოფილოები ვართ, რატო ისი არ კეთდება, რატო ისი არ აკეთებს, რატო ხო შეიძლებოდა ასე გაეკეთებინა, ძალიან ისა ხშირად მესმის დაავალებ და ხვდები რომ ნეტა არ დაგევალებია. და რატო? იმიტომ რომ არ უკვირდებით. პირველი რაც ღმერთმა განგვისაზღვრა, ეს არის რომ პირველი ყველაზე დიდი სამუშაო, ეს არის და გარდავისახოთ მისი ძის ხატების მსგავსებაში. ამენ. დიდება უფალს. იოანეს სახარების მეოთხე თავში, როცა ჩვენი უფალი სამარიტელის ჭასთან ელაპარაკება სამარიტელ ქალბატონს, თუ გახსოვთ იქ ასეთი რაღაც არის, ეს ქალი ეუბნება უფალს, რომ ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, ეს გერიზიმის მთა იყო, სადაც სამარიელებს ტაძარი ჰქონდათ აშენებული, რამდენადაც ებრაელები მათ არ აძლევდნენ იერუსალიმის ტაძარში ყოფნისა და ლოცვის საშუალებას. იმიტომ რომ ებრაელები სამარიტელებს არ აღიარებდნენ როგორც ებრაელებს. ხო, იცით ალბათ ეს ისტორიული მოვლენა, ეს დაძაბულობა. ხო, და ეს ქალი ეუბნება, ამ მთაზე სცემდნენ ჩვენი მამები თაყვანს ღმერთს. თქვენ ამბობთ, რომ იერუსალიმში არისო ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს. და ქრისტე ეუბნება, მოდი ჟამი, დახლა არის ეს ჟამი, როცა არც ამ მთაზე, არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემენ მამას. ვინაიდან მამას თაყვანს სცემენ სულით და ჭეშმარიტებით. ვინაიდან მამაც სწორედ ასე თაყვანის მცემლებს ეძებს თავისთვისო. დიდება უფალს. ეს არის იოანეს სახარება მეოთხე თავის 24 მუხლიდან არის თუ არ ვცდები, მეოთხე თავის კი 22-24-ია. თქვენ იცით რომ
თქვენ არ იცით რას ცემ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით რას ცემ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულით და ჭეშმარიტების ცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასე თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. მეგობრებო, მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, თაყვანისცემა არ არის დაბალი მუსიკა. თაყვანისცემა არ არის რაღაც ფორმების მიღება. თაყვანისცემა, იცი ჩვენ თაყვანისცემის დროს ხელებს აღვაპყრობთ ხოლმე. და რატო ხდება ეს? ეს ნიშნავს, როცა ხელებს აღვაპყრობთ, ჩვენ ღმერთს უცხადებთ სრულ მორჩილებას. ანუ ჩვენ ვეუნებით ღმერთს, რომ ჩვენი ხელები ჩვენსკენ არის, ჩვენი გული ჩვენსკენ არის, ჩვენი სიცოცხლე ჩვენსკენ არის და ყველაფერი ჩვენსკენ არის. შეიძლება ხელები აღაპყრო და გულში ისეთი სიმაგრეები გქონდეს, ხელების აპყრობა სულაც არ ნიშნავს თაყვანისცემას. გასაგებია? ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და ადამიანის შინაგანს. თაყვანისცემის მთავარი დანიშნულება იცი რა, როცა თაყვანს სცემ ღმერთს ეუნები, ღმერთო ჩვენ გემორჩილებით და გაძლევთ უფლებას, რომ შენს მსგავსებაში გარდაგვსახო. შენი მსგავსი გვინდა გავხდეთ. თაყვანს მიტოვცემთ, რომ ღმერთის მსგავსი გავხდეთ. გასაგებია, მისი ბუნების ზიარი გავხდეთ, მის ბუნებას ვეზიაროთ, მის სიკეთეებს ვეზიაროთ, მის მადლს ვეზიაროთ. გასაგებია, რომ მისი ანარეკლი, მისი სიცოცხლის არსი აირეკლოს ჩვენ ცხოვრებაში და გამოჩნდეს ჩვენში. სწორედ ეს უნდა ღმერთს. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ამას შობას, განსაკუთრებით ვამბობთ, ეს არის 1 ტიმოთეს 3 თავის 16 მუხლი, სადაც წერია უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ამენ. ჩვენს გვჯერა რომ ეს მართლა ძალიან დიდებული საიდუმლოა, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ეფესელების 2 თავის 6 მუხლიდან ქვევით წერია, ის თუმცა ღვთის ხატება იყო, მტაცებლობა დართული და ღვთის თანასწორად ყოფნას. არამედ დაიძაბუნა თავი. შესახედაობით კაცს დაემსგავსა, მიიღო მონის ხატება, დაინდაბლა თავი ჯვარცმით სიკვდილამდე. და რატო? ამაზე არაერთხელ გვითხოვს. იმიტომ რომ ამას ყველაფერს მიზანი ჰქონდა. თვითონ გახდა ჩვენი მსგავსი, რათა ჩვენ თავის მსგავსებაში წავეყვანეთ. თვითონ გახდა ჩვენი მსგავსი, რათა ჩვენ მის მსგავსებაში გარდავესახეთ. და ყველაზე დიდი რაც ამ წუთის სოფელში ჩვენ შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ, ეს არის რომ უფლება მივცე მას მის მსგავსებაში წამიყვანოს. გასაგებია? და დღეს მინდა ამას დაუთმო დრო და დღეს მინდა ამაზე ვილაპარაკოთ ბევრი. იმიტომ რომ რაც დრო გადის, ადამიანური ურთიერთობები უფრო მეტად ჩაკეტილი ხდება. ჩემს ახალგაზრდობაშიც კი, თუმცა მეც არა ვარ ქვისხანის ადამიანი, არა ვარ ღრმად მოხუცებული, მაგრამ ძალიან განსხვავდებოდა ადამიანური ურთიერთობები ჩვენს ახალგაზრდობაში და დღეს. დღეს ნათესავებს შორის რაც ურთიერთობა ჩემს ახალგაზრდობაში ეს ყველაზე შორეულ ადამიანებთან იყო ასეთი ურთიერთობები. დღეს ურთიერთობები გაცილებით ჩაკეტილი გახდა. იცი თითქოს და კომუნიკაბელურ სამყაროში, თითქოს და ურთიერთობა მეტი უნდა იყოს, სინამდვილეში გაცილებით ნაკლებია. გაცილებით ნაკლები. ჩვენს დროს, ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანთან ურთიერთობა იწყებოდა შეხვედრით, აზრის გაზიარებით, პატარა ინფორმაციასაც კი ვერ მიაწვდიდი ადამიანს თუ არ შეხვდებოდი. ჩვენ ერთმანეთს შეხვედრებს უნიშნავდით და იმის აზრს ამით ვიგებდით. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა ეს ყველაფერი. დღეს აღარ გჭირდება არსად წასვლა, არავისთან შეხვედრა, სპეციალურად ჩაცმა, მომზადება იმისთვის, რომ ამ დროს მას უნდა შეხვდე და დაელაპარაკო. ერთი მესიჯის დაწერით ყველაფერი გვარდება. ამიტომ ადამიანები უფრო ჩაკეტილები გახდნენ, ურთიერთობები უფრო ჩაკეტილი გახდა. მე მახსოვს ეკლესიურ ცხოვრებაში, ჩვენს პატარა ისტორიაში 90-იან წლებში ჩვენ ვფიქრობდით, მოდი სემინარები ჩავატაროთ, მოდი ეს გავაკეთოთ, ვოცნებობდით დროზე, რომ გვექნებოდა საშუალება იმისა, რომ ბევრ სემინარს ჩავატარებდით. დღეს ხშირად ერთი მსახურების ჩატარებაც კი პრობლემაა და რატო? ადამიანებს დრო არ აქვთ. იყო დრო, როცა
მკვდარზე მეტი დრო გქონდა, იმიტომ რომ არავინ არ მუშაობდა, არავინ არ იყო დაკავებული და ძალიან ბევრი დრო გქონდა. დღეს შეიძლება სურვილები გვაქვს ბევრი და თითქოს საშუალებებიც გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ დრო აღარ გვაქვს. და რატომ? ყველა დაკავებულია, ყველა მუშაობს. ვიღაც მასწავლებელთან გარბის, ვიღაც მასწავლებელია, მოსწავლეებთან გარბის. ვიღაც სამსახურში გარბის, სამსახურიდან ახალ სამსახურში გარბის. ვიღაცას კლიენტი ისე ელოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დრო აჩქარდა. სხვათა შორის ამას მეცნიერებით ამბობენ. სპარტაკი რო იყო ეკლესიის პასტორი სტუმრად, ისიც ისე მეუნეოდა, თვითონ ხო ბერძენია. საბერძნეთშიო ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ამაზეო. მე არ ვიცი ეს რამდენად სწორია და რამდენად მართალია, მე უბრალოდ მოსმენილს გეუბნებით. წმინდა ბერები ათონის მთაზე, რომლებიც მოღვაწეობდნენ, მათ აქვს სპეციალური კელაპტრები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ტექნოლოგიით მზადდებოდა და ეს სანთელი ზუსტად 24 საათის განმავლობაში იწვის. სპეციალურად იყო ესეთი სანთელი შექმნილი და მას ანთებდნენ და ის უნდა ყოფილიყო ანთებული 24 საათის განმავლობაში. და აკვირდებიანო ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებიან, რომ დღეღამე გავიდა და სანთელი ისევ დასაწვავია. ანუ რაღაცა ხდება სამყაროში. დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს ამას დრო აჩქარდა, არ ვიცი დრო როგორ აჩქარდა. მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ არ გვყოფნის. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ დრო კატასტროფულად არ გვყოფნის, აღარ გვცალია. აღარ გვცალია ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, აღარ გვცალია ბევრ რაღაცაზე სამუშაო, ბევრ რაღაცას გადარბენაზე ვაკეთებთ. და ვამბობთ, ხო გავაკეთე. იცით, ჩვენი მეგობრები ასევე მირიანი და ოლგა, რომლებიც აქ იყვნენ წინა კვირას და ისე იმსახურეს, ისინიც გვეუბნებოდნენ, ამერიკული საზოგადოების პრობლემა ერთია, ხდებიან ავტომატებივით დაპროგრამებულები. იცი, ჩვენ დღემდე მადლობა ღმერთს, რომ ოჯახში ვამზადებთ საკვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკაში ამას უკვე აღარავინ აღარ აკეთებს. ყველა გადასული ერთ რაღაცაზე ვიყიდე რაღაც პაკეტი, შევაგდე მიკროტალღურ ღუმელში, გავაცხელე და მივირთვი და ეს არის საკმარისი ყველაფრისთვის. მე აღარ ვხარჯავ დროს არც მომზადებაზე და არც სხვა რამაზე, 90%-ზე მეტმა საერთოდ არ იცის საკვების მომზადება. მე იმას კი არ ვიძახი, რომ ეს ან ცოდვაა და ან დანაშაული. არა, მე ერთ რამეს ვიძახი, რომ იცვლება რაღაცეები. და ჩვენ ხშირად ძალიან სიღრმისეული, ძალიან როგორ გითხრათ, ისეთ საკითხებზე ფიქრისთვის ვეღარ ვიცლით. საკვების მომზადებისთვის არ ვიცლი და რაღაც ცხოვრების არსის საკითხებზე საფიქრალად მოვიცლი? არ მოვიცლი, იმიტომ რომ იმასაც გადარბენაზე ვაკეთებ. იმასაც ესე ვაკეთებ. ერთ სახუმარო ამბავს გეტყვით. ერთი ახალგაზრდა გოგო ამბობს, ქალბატონი, მეო სანამ გავთხოვდებოდიო, დიდხანს ვლოცულობდიო და ღმერთს ვთხოვდიო, ღმერთო, საუკეთესო ქმარი მომეციო და კი მყავს საუკეთესო ქმარიო. აი, ჩემი ქმარი არ ლოცულობდაო და კი ყავს რაც ყავსო. ჩვენ ხშირად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმასაც კი გადარბენაზე ვაკეთებთ. ხო გავაკეთე. და ხშირად გონია, რომ ფიზიკური საქმის გაკეთება ეს ნიშნავს რაღაცას. ამდენს ვაკეთებ, ძალიან ბევრ ხშირად გვესმის ეს. მე ამდენს ვაკეთებ. მეგობრებო, გარწმუნებთ. ღმერთი არ უყურებს ჩვენ ფიზიკურ ნაკეთებს საქმეებს. ღმერთი არ უყურებს შენ რამდენ შესაწირავს დადებ და რამ ხელამსხვრელს გაიღებ. მოდი გადავშალოთ 1 კორინთელების მე-13 თავი. ჩემთან ერთად გადაშალეთ. მე-13 თავი, პირველივე მუხლიდან. თუმი ადამიანებისა და ანგელოზების ენებით რომ ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარულა რვალი ვარ ან მჟღერი წინწილა. წინასწარმეტყველება რომ მქონდეს. ჩვენ რო გვიკვირს ხოლმე ხშირად. ყველა საიდუმლო ვუწყოდე. ყოველგვარი ცოდნა რომ ვუწყოდე, სრული რწმენა რომ მქონდეს. ისეთი რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
მთელი ჩემი ქონება რო დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს. არაფერი სარგებელი მაქვს. დაუკვირდით. პავლე მოციქული ლაპარაკობს რაღაცაზე, რასაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ასევე სიყვარული აღარ არისო. მაგრამ სიყვარული ეს გრძნობა არ არის. პავლე მოციქული აქ გრძნობაზე არ ლაპარაკობს. პავლე მოციქული აქ უფრო დიდ რაღაცაზე ლაპარაკობს. ძალიან სერიოზულ რაღაცაზე. იმიტომ რომ სიყვარული, რაზედაც პავლე ლაპარაკობს, ეს სხვის მიმართ პრეტენზიის წამოყინება კი არ არის, რატო არ გიყვარვარო. შენი თავის მიმართ პრეტენზიის წამოყენებაა, რომ რატო არ გიყვარს. გასაგებია? ის ესეთია. ესეთი რო არის, იმიტომ უნდა შევიყვაროთ. აქ სხვათა შორის ერთ სიყვარულზეა ლაპარაკი. ეს ღვთიური სიყვარულია. გასაგებია? აქ არ არის ეგოისტურ სიყვარულზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს, როცა კარგად გვექცევიან. ეს ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარულია. ქრისტემ თქვა, თუ თქვენ თქვენი მოყვარულები გიყვართ, წარმართები და ცოდვილებიც ასე არ ექცევიან? ყველაზე უსასტიკეს ადამიანებსაც კი დედამიწაზე ყავდათ თავის საყვარელი ადამიანები. ყველაზე სასტიკ მკვლელებსაც კი ცნობილი დამნაშავეები ამერიკულ საზოგადოებაში ბონი და კლაიდი, გაგიგონიათ ალბათ, ფილმებია მათზე გადაღებული. მაგრამ ერთმანეთს სიგიჟემდე უყვარდათ. და ადამიანებს ხოცავდნენ უბრალოდ გართობის მიზნით. ეს როგორ ჭიანჭველებს ესე ხოცავდნენ ადამიანებს და ეს სიამოვნებას ანიჭებდნენ, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ. ყველაზე დიდ ტირანებს და დიქტატორებსაც კი, რომლებმაც მილიონი სიცოცხლე წაიღეს ამ წუთის სოფლებიდან, მილიონობით სიცოცხლე, მათაც ყავდათ თავის საყვარელი ადამიანები, მათაც უყვარდათ ვიღაცა. გასაგებია? ქრისტე ამბობს, თქვენ თუ თქვენი მოყვარულები გიყვართ, ეს რა სატრაბახოა, ასე ხო ყველა აკეთებს. ამიტომ როცა სიყვარულზე ვლაპარაკობ, სიყვარული ჩემს თავის მიმართ არის. ის მეუბნება, სხვისგან კი არ უნდა ითხოვდე რომ მას უყვარდე. შენ უნდა შეიყვარო ის. მე მახსენდება, როცა ამ თემას ვეხები, მახსენდება და გითხარით ადრე, ეს 90-იან წლებში იყო პირველი კონფერენციები რო დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მასიური კონფერენციების ჩატარება დაიწყეს, იყო გერმანული ორგანიზაცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია ნეემია. ვოლდემარ სარდაჩუკი იყო ესეთი კაცი, რომელიც ამ ორგანიზაციის სათავეში იყო და ის ატარებდა ხოლმე კონფერენციებს. და ერთხელ ერთ-ერთ კონფერენციაზე მახსოვს გამოვიდა და თქვა, ვის გიყვართ ქვეყნიერებაო, ხელი აიწიეთო. რას ლაპარაკობ? ვინ აიწევდა ხელს ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას რაც ქვეყნიერებაზეა, იმიტომ რომ ის რაც ქვეყნიერებაზეა, ამაო ისა ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა, ამაო დიდება ისა ცხოვრებისა, მამისაგან კი არა, ქვეყნიერებისგან არის და ქვეყნიერებაც გადადის და მისი გულის თქმის აღსრულებელიც და ღმერთისნების აღსრულებელი რჩება უკუნისამდე. ეს არის პირველი იოანეს მეორე თავის 15-17 მუხლები. ეს ზეპირად ვიცით ყველა. ვინ აიწევდა ხელს? გადაშალა იოანეს სახარების მესამე თავის მე-16 მუხლი, სადაც არის დაწერილი, ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. მან თქვა, ღმერთმა შეიყვარა ქვეყნიერება და უბრალოდ კი არ შეიყვარა, ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდ შობილი ძე მისცა. და თქვენ არ გიყვართ? ანუ ესე იგი ღმერთზე ჭკვიანები ხართ, ხო? დაგვცხა. შემდეგ ცოტა ხნის მერე ახსენა. აბა ახლა ვის გიყვართ ქვეყნიერება, ახლა ყველა მაწია ხელი. ახლა ყველა შეყვარებულები გავხდით. შემდეგი კითხვა, კიდევ უფრო დაბაბნეველი იყო. კი, მაგრამ ხელი რო აწიეთ. ახლა მოდი მითხარით თვითონ მაინც, ერთმა ადამიანმა მაინც. რა ნახეთ კარგი ქვეყნიერებაზე, რის გამოც ის გიყვართ? და ჩემთვის როცა ეს კითხვა დასვა, ეს გამოცხადება იყო. ღმერთმა ქვეყნიერება მიტო შეიყვარა, რომ ძალიან კარგი იყო ქვეყნიერება? დარწმუნებული ვარ არა. ღმერთმა ქვეყნიერება მიტო შეიყვარა, რომ აღფრთოვანებული იყო, იმდენად წმინდები იყვნენ, იმდენად კარგები იყვნენ, იმდენად მოწესრიგებულები იყვნენ, იმდენად მიძღვნილები იყვნენ. ამიტომ შეიყვარა? აბა რატო შეიყვარა? ანუ სიყვარული სხვა რამე ყოფილა. ღმერთმა ქვეყნიერება იმიტომ შეიყვარა,
რომ ქვეყნიერებას სჭირდებოდა ღმერთის სიყვარული. გასაგებია? და ღმერთმა ყველაფერი გაიღო ამისთვის. ყველაზე ძვირფასი გაიღო ამისთვის. აი რა არის თურმე სიყვარული. და პავლე მოციქული ამბობს სწორედ ამას. ის საქმეებზე არ გადადის, მეც ის არ გადადის უნარებზე, რა შემიძლია, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ სწორედ ამაზე ვართ გადართული. დღეს ადამიანები ვართ იმაზე, რომ მე ამდენს ვაკეთებ, ამდენს და ამდენ რაღაცაში ვარ ჩართული და პრეტენზიები მიჩნდება. მე ასე არ უნდა მომექცნენ, მე ასე არ უნდა მითხრან, მე ასე არ უნდა გამიკეთონ. მე წესებს ვაყენებ ჩემს ირგვლივ, როგორ უნდა მომმართონ, როგორ უნდა მითხრან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ წმინდა მოციქული პავლე ამბობს ამას, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე მე და ის მთავარი არ მქონდეს, მაშინ ჟღარ უნდა რვალი ვარ და მჟღერი ისა წინწილაო. და სიყვარული, რაზედაც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, კიდევ ერთ ადგილზე არის წმინდა წერილის ნახსენები, ოღონდ სადაც ის ბოლოსაფეხურად არის მოხსენებული. ეს არის წმინდა მოციქულ პეტრეს მეორე წერილი, პირველი თავი, მესამე მუხლიდან. ისევე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მეშვეობით მოგვენიჭა უაღრესად დიადი ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გავხდეთ ღმერთის ბუნების ზიარნი და განვერიდოთ ქვეყნიერების გულისხმის გახსნილებას. წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ ღმერთის ბუნების ზიარი გავხდები, თუ ღმერთის ბუნებასთან ზიარებას დავიწყებ, ეს მე განმარიდებს წუთისოფლის გახსნილებას. იცი, ფარისევლები ცოტა სხვანაირად ცხოვრობდნენ და სამწუხაროდ მე-20 მეთქი 21 საუკუნის ფარისევლებიც იგივე პრინციპით ცხოვრობენ არა. დაუკვირდით, მე არ მithქვია ცხოვრობენ, ვცხოვრობთ. და რატო ვთქვი ვცხოვრობთ, იცი? იმიტომ რომ როცა ჩემი გარეგნული საქმეების კეთებით ჩემს უხილავს ნიღბავ, ეს 21 საუკუნის ფარისევლობაა და მეტი არაფერი. ქრისტე რასეუნეო, აი თქვენ მწიგნობარნო და ფარისევნო, რომ გავხართ შეთეთრებულ სამარხებსო. ეს რას ნიშნავს? გარეგნულად მოწესრიგებული და წმინდები ჩანხართ, იცით რა ლამაზები ხართ აქ ყველანი? ყველა მოწესრიგებული, ყველა ისე ჩაცმული, ყველა, რა ვიცი, მე ხშირად უსმენ ხოლმე ქადაგებებსაც. იმდენად მოზომილი, სხვადასხვა ისეთი სიტყვებით. შინაგანი ასეთია? ხშირად არა. ღმერთმა ადამიანებს კიბილები იმიტომ მისცა, რომ ენას დააჭიროს, ასეთი გამოთქმა არსებობს. და ხშირად ვაჭერთ, დაგვემტრო ეს კბილები უკვე. და ვცდილობ ჩვენი შინაგანი შევნიღბოთ. იცი, ღმერთი სხვა რამეს ამბობს. გაწმინდეთო შინაგანი, ღმერთი ამბობს. რომ გარეგანიც წმინდა იყოს. ქალბატონები ხარ და ჭურჭლის რეცხვა ყველაზე კარგად იცით ალბათ. ბევრმა. სადმე გინახავთ, რომ შიგნიდან გაწმენდილი ჭურჭელი გარედანაც წმინდა ჩანდეს? გინახავთ ასეთი რამე? არც მე მინახავს. მაგრამ აქ რაზეა ლაპარაკი? აქ ჭურჭელზე არ არის ლაპარაკი. თუ ჩვენი შინაგანი განიწმინდება, დღეს ვერიკოც ამბობდა ამას. თუ ჩვენი შინაგანი დაექვემდებარება გაწმენდას, გარეგნულს ის თავისთავად მოაწესრიგებს. მე არ მჯერა შინაგანად მოწესრიგებული ადამიანი, რომ გარეგნულად იყოს მოუწესრიგებელი. ამისი არ მჯერა. უბრალოდ ჩვენ ხშირად როლს ვთამაშობთ ხოლმე შინაგანი მოწესრიგების. გასაგებია? მაგრამ თუ ადამიანი შინაგანში არის მოწესრიგებული, ის გარეგნულშიდაც მოწესრიგებული იქნება. თუ ადამიანი შინაგანში ემორჩილება ღმერთს და ყურადღებას უთმობს სულიწმინდას, მე დარწმუნებული ვარ, სულიწმინდა მის გარეგნულში და ძალიან დიდ მითითებებს გააკეთებს. მაგრამ იცი, ხშირად მე რა მესმის? ან ჩვენ ყველას რა გვესმის? თავისუფლებით მანიპულირება. მე თავისუფალი ვარ.
მე რაში მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ჩემზე? უნდა გაინტერესებდეს. თუ გადაშლით, ნახეთ, კიდევ ერთხელ. რომელთა მეშვეობითაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გავხდეთ ღმერთის ბუნების ზიარი და განვერიდოთ ქვეყნიერების გულის თქმით გახსნილებას. და მეხუთე მუხლიდან იწყება უკვე მოქმედებები რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ეს თავისთავად არ მოხდება. ეს ბიბლიის წაკითხვით და აღთქმების დაზეპირებით არ მოხდება. იმისთვის, რომ ამ ბუნებას ეზიარო აღთქმების მეშვეობით და როგორმე ამ ბუნებამ შენში დაიწყოს დამკვიდრება, ამისათვისო, წმინდა მოციქული პეტრე ამბობს, ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ. იცი ყოველი ღონის ხმარებაში რა არის? ნებისმიერი ფასი უნდა გადაიხადო. დროც უნდა გამოყო ამისთვის. რაღაცეები უნდა გააჩერო. პრიორიტეტების დასახვის დროს უნდა თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ვიღებთ ცხოვრებაში შემაშფოთებელ მესიჯებს. რომ ეხლა თუ ამას ყურადღებას არ დაუთმობ, თუ ამას დროს არ დაუთმობ, შეიძლება ცუდად განვითარდეს რაღაცეები. გასაგებია? და ამ დროს ჩვენ ისა ვიწყებთ დროის გამოყოფას, ამ დროს ჩვენ არ ვამბობთ არ გვცალია. ჩვეულებრივ დროს ჩვენ ვამბობთ არ გვცალია. ამ დროს არავინ არ ამბობს არ მცალია. გასაგებია? ერთხელ ერთ პიროვნებაზე ვთქვი და ეწყინათ. თუმცა საწყენად არ მithქვია. არ ცალიაო მაგასო. მეთქი ღმერთო, ღმერთმა არ ქნოს, რომ ან მის შვილს, ან რაღაცა პატარა მერე ნახავ თუ არ ცალია. ამ დროს ყველა ვიცლით, მეგობრებო. ამ დროს არავინ არ ლაპარაკობს არ ცალია. ამ დროს არავინ არ ლაპარაკობს სტუმრები მყავს ვერ მოვალ. ამ დროს არავინ იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული დროებია. წმინდა მოციქული ამბობს ზუსტად ამაზე, ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთო. ანუ ეს რას ნიშნავს, იცი? პრიორიტეტების დასახვის დროს უნდა იცოდე, რომ ეს ის მომენტია, რომელ დროსაც უნდა მოიცალო, ამისთვის უნდა მოიცალო, ამისთვის დრო უნდა გამოყო, ამისთვის ფასი უნდა გადაიხადო, ფინანსების გაღებაც მოგიწევს. ყოველ შემთხვევაში თუ გადახდას არავინ მოგთხოვს, დროის გამოყოფა მოგიწევს, ფინანსებზე უარის თქმა მოგიწევს. იმისთვის რომ ამას დაუთმო დრო, მაგრამ სამწუხაროდ იცი რა არის, ჩვენ ამას ვკითხულობთ. მაგრამ რეალობაში ძალიან ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც ამაზე ფიქრობს. და ვინც ამ სიტუაციას ამ რანგში აყენებს, ანუ ამ საქმეებს ესე უდგება. წმინდა მოციქული ამბობს, ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთო. ყველაფერი გააკეთეთ. დროც გამოყავი, ფინანსებიც გამოყავი, შენი ხარისხიანი დრო დაუთმე ამას. მე დარწმუნებული ვარ, ყველანი ლოცულობთ. მეც ლოცულობ ხოლმე. გუშინაც ლოცულობდი საღამოს. გავითიშე. სადღაც 12-ის ნახევარზე მივედი სახში და დივანზე გავითიშე. ეს არ არის ის დრო, რომელიც ღმერთს უნდა დაუთმო. გამოცლილი და გამოლეული რო ხარ წუთი სოფლისგან. ამ დროს ამაზე ვერ იმუშავებ. სისულელი არის. ნურც თავს მოიტყუებ და ნურც ხვას. და ნურც იმიტაციას შექმნი, რომ თითქოს მუშაობ. ეს მუშაობა არ არის. ეს არის როლის თამაში მუშაობის. კიდევ ერთხელ წავიკითხავ. ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ, რომ წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში სათნოება. მე არ ვიცი ეს ფიზიკურად და რეალურად როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, პეტრე მოციქული ამბობს, ყველაფერი გააკეთეთ, რომ შენი რწმენა მოსაწონი გახდეს სხვებისთვის. აუ ჩემზე რატო ამბობენ ეგრე? იმიტომ რომ არის, საბაბია. ვინმე დაავალა ვინმეს, რომ ახალ აღთქმაში რომ ქურცი კი არის მოხსენებული. სახელს ვინ შემახსენებს რა ერქვა? ტაბითა. ვინმე დაავალა ვინმეს ტაბითაზე ასე ილაპარაკეთო? ვინმე დაავალა? ხო გახსოვთ ერთხელ თურმე ერთი საკვირაო სკოლის მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს. ბავშვებო, აბა ვინმე ტყვის რატომ ეძახიან მე ქრისტიანს? ხმას არავინ იღებს. ერთმა აწია თურმე ხელი.
აბა მითხარიო შენო. რატომ ეძახიან მე ქრისტიანს, ალბათ ჯერ არ გიცნობენ მას. ვინ დაგიზახებდა შენ ქრისტიანს რო გიცნობდნენ? ზუსტად ეს არის. იცი, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ჩემზე რატო ამბობენ ეგრე? და პირიქით იყოს და იტყვიან სხვა რამეს. იცით, ერთი ჩინელი ბრძენი ამბობს, რომ თუ ვინმე მგითხრა, რომ ვირი ხარო და გაბრაზდიო, ესე იგი ყოფილ ხარო. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ უსამართლოდ შეგაფასეს, ეს არც უნდა გაღიზიანებდეს. პირიქით. იმიტომ რომ ვინც თუ უსამართლოდ გაფასებენ, მათთვის უნდა ლოცულობდნენ, იმიტომ რომ ცუდი რაღაცისთვის ამზადებენ თავის თავს. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემი თვალების გუგას ეხებაო. და მე ვფიქრობ, თუ უსამართლოდ შემაფასეს, აქ საწყენი რა არის, პირიქით. ეს თანაგრძნობას უნდა იწევდეს და იქით უნდა ვლოცულობდე. და იქით უნდა ვამბობდე ღმერთო, ქრისტე ჯვარზე ლოცულობდა, მამაო, აპატიე რამე თუ არ იციან რას ჩადიან. კი არა, უნდა ეს რა გამიკეთეს, ეს რა მიქნეს. ამის ღირსი ვიყავი თქვენგან? რით დავიმსახურე, ეს მაინც მითხარით ხალხო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე ვიტყოდით. მაგრამ ის ასე არ ლაპარაკობდა. ამენ? მეთანხმებით? მე ქრისტეს ბუნების ზიარებაზე ვლაპარაკობ ახლა. ყველა ღონე იხმარეთო, ყველაფერი გააკეთეთ, სახში იფიქრეთ, ლოცვებში იყავით, რა ვიცი, ყველაფერი გააკეთეთ და ეცადეთ, რომ თქვენი რწმენა მოსაწონი გახდეს. სხვებისთვის. შენ ნუ კი ილაპარაკებ, რა კარგია შენი რწმენა. შენთან ურთიერთობებში მყოფმა ადამიანებმა თქვან ეს. გასაგებია? და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგი საფეხური, რაზედაც წმინდა მოციქული პეტრე ამბობს, და სათნოებაში შემეცნება უნდა გავზარდოთო. რომ ეს ინერციით კი არ უნდა იყოს. ყველაფერი შეგნებულად და შემეცნებით უნდა იყოს. დაუკვირდით, აქ 7 საფეხურია ჩამოთვლილი და მე-7 საფეხური არის სიყვარული. მე არ ჩამოვთვლი ახლა ყველას, მაგრამ ახლა გეტყვით. რაც აქ არის ჩამოთვლილი, ფიზიკური საქმეების კეთება? თუ შინაგანი კაცის განვითარება. ზუსტად შინაგანი კაცის განვითარება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც მინდა რომ უბრალოდ ყურადღება დაუთმოთ ჩვენ, ზუსტად ეს შინაგანი კაცის განვითარებაზე იქნება ყურადღება გადატანილი. თუ რამეს ღმერთი აკვირდება ჩვენში, არა იმას, რომ რისი ნიჭი გვაქვს, რა უნარი გვაქვს, რამდენი საქმის კეთება შეგვიძლია, რამდენად, იმიტომ რომ უამრავი ვიცი ადამიანი ჩვენ შორის ყოფილან სამწუხაროდ, რომლებიც საქმეს ცუდად არ აკეთებდნენ, ძალიან კარგად აკეთებდნენ. ძალიან კარგად. მაგრამ ცუდად დამთავრდა რაღაცეები. ცუდი შედეგები დაიდო ბოლოს. და ყველას გვიკვირდა როგორ არა და სინამდვილეში ბოლოს დემონი დავინახე და საიდან გაჩნდა ეს დემონი? ეს დემონი სულ იქ იყო. უბრალოდ გარკვეული დროის განმავლობაში იმ დემონს ანგელოზის სამოსელი ეცვა. და ერთ დროს ნიღაბი დაუვარდა დაბლა და თურმე ვინყოფილა. სამწუხაროდ ეს ასეა, თითოეულ ჩვენთანგანში მეგობრებო, განსხვავებული გამონაკლისები არ არსებობენ. ყველანი ასე ვართ. რომელი ხართ აქ, ვინც ადამიანი არ ხართ, მითხარით. უცხოპლანეტელი ვინმე არის დარბაზში? ასეთი არ არსებობს. ყველა ადამიანები ვართ. ყველა ამ ბუნებით დავიბადეთ და მეზობლისკენ უკი გაიშვერ ხელ, შენც იგივე ხარ. არაფერი არ არის. იცით, ჩვენ ყველა დავიბადეთ ერთი და იგივე გზით, ყველა ამ გზით მოვედით წუთის სოფელში. ყველას ერთი ბუნება დაგყვა თან, ადამიანის ბუნება. ყველას გვაქვს შური, ყველას გვაქვს, ყველასში არის ეს. მეტნაკლებად რა თქმა უნდა. ყველასში არის ეს რაღაცეები, ყველას გვწყინს, თუმცა ხშირად მალავთ ამას. მე მაგალითად როგორც ქრისტიანი ვამბობ, მე სიტყვა წყენა ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდანო, მაგრამ არ თლად ესე არის.
იცი, კი არ გამოვხატავ ხოლმე გარეგნულად, მაგრამ წყინს ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს მუშაობის პროცესია. რა თქმა უნდა, არ უსმენ ძველ კაცს. იცი, ხშირად ბრაზდები ხოლმე, ხშირად ვრისხდები ხოლმე. ერთი ადამიანი დამემოწმება. ეს სულაც არ არის გასაოცარი. გასაოცარი ის არის, რომ ვიღაცამ რო თქვას, რომ ეს საერთოდ არ მაქვს მეო. ეს იქნება გასაოცარი. ასეთი ადამიანი არ დაბადებულა. მაგრამ რაღაცა დავიბადეთ და ზეციდან შობა, ის კი არ არის, რომ მარტო დავიჯერო, რომ ქრისტე მივიღე პირად მხსნელად და ეხლა გადარჩენილი ვარ. ეს არ არის ზეციდან შობა. ზეციდან შობის არსი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ხელახალი დაბადება უნდა განვიცადოთ. ახალი კაცის უნარჩვევების დამკვიდრება უნდა დავიწყოთ ჩვენში. მაგრამ ორივე ერთად ვერაფრით ვერ იქნება. გასაგებია? თუ ერთის წაშლა არ მოხდება და მეორის დაინსტალირება, ორივე ერთად ვერანაირად ვერ იარსებებს. თუ არც ერთი ადამიანი არ არსებობს შენ ცხოვრებაში, ვისაც მოусმენ და უფლებას მისცემ, რომ გაასწორონ რაღაცეები და გითხრან. და როცა რაღაცას გეუბნებიან, არავის არ უნდა შენი შეურაცხყოფა, ან ჩემი შეურაცხყოფა, ან ჩემი დამცირება. იმიტომ მეუბნებიან, რომ რაღაცის კორექტირებას, ჩასწორებას ახდენენ ჩემში. გასაგებია, მე ძალიან მინდა ჩემო მეგობრებო. და მადლობას უხდი ღმერთს ამ პროცესისთვის, რომ ჩვენი უფროსი პასტორისგან წამოვიდა მართლა ეს სიტყვა და ეს ინიციატივა და ეს ტალღა აუცილებლად ყურადღების ქვეშ იქნება და გაგრძელდება. იმიტომ რომ ბევრი საქმეები, დიდი საქმეები, ბევრი ჯგუფები, ესე ისე და ბოლოს ხედავ, რომ თურმე რაზე ყოფილა ეს მდგარი ყველაფერი. რაზე ყოფილა თურმე ეს ყველაფერი მდგარი? გამოშიგნული, გამოფიტული, გამოცარიელებული, უსულო. როგორც მინდა წერილი ამბობს, რომელსაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას უარყოფენ. სად არის ღმერთის ძალა? რაზე არის საერთოდ ლაპარაკი? არა და ერთი რამე იცოდეთ. თუ მისი ბუნების განვითარებაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ქრისტიანობაზე და მოწაფეობაზე დავიწყებთ ფიქრს, სხვადასხვა ერთი რამე იცოდეთ. მოციქულთა საქმის მეთერთმეტე თავის 26-ე მუხლი ამბობს, რომ ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. ანუ წმინდა წერილი ამბობს, რომ ქრისტიანები მოწაფეები არიან. და არა პირიქით. გასაგებია, პირველი მოწაფე არის ადამიანი. და მის მერე შეუძლია ის ქრისტიანი იყოს. და თუ მოწაფეობაზე არ არის ორიენტირება, საერთოდ არ არის ქრისტიანობა მაშინ. მორწმუნე ქრისტიანს არ ნიშნავს. მორწმუნე შეიძლება წარმართიც იყოს. მაგრამ ქრისტიანი რო იყო, მოწაფე უნდა იყო. შეგიძლია იყო მოწაფე. შეგიძლია იყო კარგი მოწაფე. და სწორედ ამ ეს გზა გვინდა ჩვენ დღეს გავხსნათ. ეს დიალოგი გვინდა გავხსნათ. და ამისკენ დავიწყოთ სწრაფვა. მე ბევრი საქმეები მინდა გავაკეთო. სხვადასხვა ერთი რამე იცოდეთ, ჩემო მეგობრებო. სოციალური ქსელი, რა და სოციალური ქსელი ძალიან კარგი ილუსტრაციის საშუალებაა. ხშირად ჩემი დაწერილი პოსტები ჩემ შინაგანზე მიუთითებს. და მოდი გამოვიჩინოთ სიფრთხილე. მე ერთი რაღაც 100%-იანი ვიცი, რომ ანგელოზები არავინ არ არის. ფრთებს არავინ არ მალავს პიჯაკის უკან. ჩვენ ყველას გვიწევს ამ მონსტრთან ბრძოლა, რომელიც ჩვენს შინაგანში ცხოვრობს, რომელიც ჩვენთან დაგყვა, რომელსაც ჩვენი ხასიათი ქვია. ეს უცხო არ არის ჩემთვის. წმინდა წერილი ამბობს, რომ ეს რაღაცეებიო თქვენ დებსა და ძმებსაც ხვდება, ეს უცხო არ არის, თქვენ არა უნდა იცოდეთ, რომ ეს არავისთვის არ არის უცხო. ყველას გვიწევს ამ რაღაცასთან ბრძოლა. მაგრამ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ ბრძოლაში. გასაგებია? დავიღოთ პასუხისმგებლობა. მე ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას და მე აუცილებლად ვიქნები მოწაფე. იქნება ვიღაც ჩემ ცხოვრებაში და არის და მადლობა ღმერთს მისთვის.
ვისაც მე ხელებს ვწევ და ვეუნები, ისე იქნება. გასაგებია? მაგრამ იქნებიან ასევე ადამიანები, რომლებიც მოწაფეობაში შემოვლენ. დიდება უფალს. და მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ჩემ ხელქვეით არიან ადამიანები, რომლებთანაც ასევე დავიწყებთ მუშაობას. და ეს ჯაჭვი გაგრძელდება და გვეცოდინება, რომ თუ რამის განვითარებაზე გვექნება საუბარი მომავალში, საქმეების კეთების მხრივ, მოწაფეებმა უნდა აკეთონ ეს საქმეები. მოწაფეებმა. ჯობია მცირედნი ვიყოთ და მაღალ ხარისხში ვაკეთოთ საქმე, ვიდრე მოვედოთ წუთისოფელს და გრუხუნით, როგორც გრუხუნით დავიწყებთ რაღაცეებს, ასე გრუხუნით დავასრულოთ მერე. ხშირად არის ხომე, უი თურმე ეს რა ყოფილა. არადა ეს ყოველთვის იყო. უბრალოდ არ ჩანდა ხოლმე რაღაცეები ხილულად. წმინდა წერილი ამბობს. ეს არის ლუკას სახარების მე-6 თავი, მე-40 მუხლი. ქრისტემ თქვა მოწაფე არ არის მასწავლებელზე მეტი. მოწაფე არ არის მასწავლებელზე მეტი. ხოლო ყველა ვინც სრულყოფილად განიწვრთნაო. ძველ თარგმანში როცა გაასრულებსო. აქ წერია რომ ყველა ვინც სრულყოფილად განიწვრთნა თავისი მასწავლებლის მსგავსი იქნებაო. ისეთივე იქნება როგორიც მისი მასწავლებელია. დიდება უფალს. ღმერთს უნდა რომ ჩვენ მისი ძის ხატების მსგავსებაში გარდაგვსახოს. ქრისტეს ბუნების განვითარება დაიწყოს ჩვენში. იცი, თავდაბლობა, მიტევება, თავდაბლობა, თანაგრძნობა, გაგება, არააკრეფა ეს ის თვისებები არის, რომლების განვითარება ჩვენში უნდა დავიწყოთ. დიდება უფალს. არა გარეგნული რაღაც სტრუქტურების მშენებლობა. უნდა ვიცოდეთ, რომ სტრუქტურა შინაგანი მოდრეკიდან იწყება და არა გარეგნული რაღაცეების დადებით. რისი უფლება მაქვს? არაფრის. შენ რისი უფლება გაქვს, იცი? მორჩილების ქვეშ დააყენო შენი თავი. ამის უფლება გაქვს. დანარჩენი, მოდი პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და უფლებები მის ხელშია.